შეგვიძლია დავიწყოთ. შენ მიშა ის ცეცხლი ხარ ისე დასჭიქა ხოლმე და კი ბატონო. დაცხე. სალამი, ჩვენო ძვირფასო გამომწერებო. მასრი დისკუსიები გიბრუნდებათ. მე მიშა ვარ, ბატონი გიორგი აქ არის, მოგესალმებით. მოგესალმებით. და გადავიდეთ პირდაპირ საქმეზე. ხო, სანამ საქმეზე გადავა. გამოიწერეთ მეგობრებო არხი, რაც მეტრი ვიქნებით. ძალა ერთობაშიაო, კი ვიცით ქართველებმა და მოკლედ გამოიწერეთ არხი და კომენტარებში აქტიურეთ. ჩვენი დღევანდელი თემა არის ისეთი მრავალპროფილური, ანუ რამოდენიმე საკითხს შევეხებით და პირველი საკითხი, რაზეც გვინდა ვისაუბროთ, ეს არის რაღაცა სკანდალის და მაგვარი, რაც დანების სამყაროში, ასე ვთქვათ, იქ უხასმთლად ვერ ვიტყვი, მაგრამ ჩაისახა ამერიკაში და ყოს მიხელ გავაბუქოთ შეძრა სადანე ინდუსტრია იმან რო იცის ჟურნალისტიკამ ხო იცის რაღაცა რა რომ აი მოკლედ სკანდალი შეძრა სადანე სამყარო და ყველა მაგაზე ლაპარაკობს და შფოთავს ეს სკანდალი ძალიან ისე დაემთხვათ ნუ დაამთხვიეს დანების სამყაროში უდიდეს მოვლენას რასაც ქვია ბრეიჩო ხო ეგეც ის უნდა დამთხოვა არის სპეციალურად არის აგორებულია მოკლედ ეს სკანდალის შესახებ მე როგორ გავიგე ახავე მოგიყვებით ესე იგი მოვდივარ ბახტრიონზე და ბატონი გიორგი ძალიან აღელვებული საკით უყურებს რაღაცა ინფორმაციას და ეგეთ მომენტში ზოგადად ნუ პოლიტიკას უყურებს ან სოფლიო ამბებს ხოლმე და მიუახლოვდი და მომიტრიალდა წერე შეხედე რა ხდება მიხეილო და აი ახლა უკვე გააგზავნეს ბატონი გიორგი რა ხდებოდა მიხეილსაც არ ჯეროდა კაი ხანია თუ ნამდვილი იქნებოდა და საქმე ეხება ყველასათვის ცნობილი და ნაცნობდა საყვარელ ორ დიდებულ ხელოსანს დიდებულ მედანეს და ბატონო მიშა შენ ეს კი ბატონო მე ეს ცუდი ბიჭი მე გავიჩიტე კი ბატონო კარგი ცუდზე და კაი ბიჭზე სიმართლე გითხრა მაგაზეც ვიტყვი ჩემს პოზიციას დავაფიქსირე მეც ვიტყვი მოკლედ ესეთი ამბავი არის მეგობრებო ჰოკი უჩევის მარფიონეს სასამართლოშია უკვე საქმე გადაგზავნილი არის და უჩევის რომ ჩემი მექანიზმიო გამოიყენავდა დედლოქიო ჩემი არისო და მხოლოდ ჩემი არისო მე და მამამ მოვიგონეთო რამდენი წელი თქვა 10 წელი თუ 20 წელი მუშაობთ ამ სისტემაზეო და მოკლედ ძალიან ბევრი შრომა გვაქვს ჩაქცეული და მარფიონემო ესეო არცაც ხელაო და ადგავდა გადააკოპირაო ჩემი მექანიზმიო ვინც არიცით მეგობრებო ენტონი მარფიონე ძალიან დიდი ხანი ცდილობდა დანეს გაკეთებას ლუფტის გარეშე შეთაშორის შემხედრია აქ საქართველოში ბექას ჰქონდა რამდენიმე ძველი გაკეთებულები რომ ლუფტი არ აქონდა მაგრამ ვალტერ ბრენდთან და ჯერ კიდე მეებთანაც გაკეთებული ნუ როგორც აღმოჩნდა ნუ სერიულ წარმოებაში და მასიურ წარმოებაში მსგავსი სიზუსტეები და მსგავსი კონტროლი ნუ არ გამოდის ისე და საბოლოო ჯამში გადაწყდა რომ შეეწირა ის პირის სიმყარე და ყველა ულტრატექსტ და ყველა მოდელს მოკლედ ჰქონდა ლუფტები დასაშვები გახდა მოკლედ რა ეგ ნორმალური გახდა რა ხო არის მოკლედ ესეთი რაღაცეები რა ხო იმდენად ნორმალური ყარავინ არ უყურებდა ხარვეზად იგივე არის გასაშლელ ავტომატურ დანებშიც რა რაღაცა სოკომელიტებზე ჰორიზონტალური ჩემი გამოსვლებით პროტეკებში და იმებშიც ნუ დასაშვებად ითვლება ხა კარგი არ არის მაგრამ მოსულა რა იმიტომ რომ იმდენად გავრცელებული არის დაუბრუნდეთ ამას მოკლედ და ძალიან დიდი ხნის მერე მცდელობის მერე მაიკროტეკმა გამოუშვა და ამოცა რომ ლუფტის გარეშე გავაკეთოთ Zero Blade Play დიდი სამბით სერიასაც ესე დაარქვა ZBP რა კი ბატონო და გააკეთა ერთ ჩანართს ვიტყვი გიო შენიშნებარ თვით ანუ თვითონ ბატონი დიდი ჰოუკი და პატარა ჰოუკი ანუ ეს ხალხი იყვნენ მაგით ზუსტად ცნობილები რომ მთელი შეგნებული ცხოვრება მუშაობდნენ სხვადასხვა ტიპის მექანიზმების ანუ იმდენი მექანიზმი აქვს დაპატენტებული რომ გამომგონებლები არიან და ძნელი დასაჯერებელია ის რომ ასე ვიღაცას რაღაცას აბრალებენ ანუ მე მოკლედ ხო დავედით შეფასებაზე და მე ესეთ რამეს ხო ეს ნუ ჰოკი არის თქვათ ესეთ რამეს ვიტყოდი მიხელი რომ შეფასებებისგან თავს შევიკავებ. ესე ვფიქრობ მე რომ ნეიტრალურ პოზიციას დავიჭერ. სხვათა შორის ჩემთვის ცოტა უჩვეულო არის ნეიტრალურ პოზიციების დაჭერა, მაგრამ ამ შემთხვევაში გადავწყვიტე, იმიტომ რომ მგონია რომ ხვალზე შერიგდებიან. შეიძლება აღმოჩნდეს რომ არ ფული არ გადაუკოპირებიან, ფული გადაუხადოს რა. ამბავს მოუყვები ახლა ცოტა ხანში რომ მან ბევრი ძაღლის თავია დამარხული. ხო რა და მე მგონია რომ რაღაცა იქნება, მე შეთანხმდებიან, ბოლოს ალბათ დამეგურდებიან და მეგურებად დარჩებიან. მაგალითად ახლა შოუს უყურებდი და ხო, წარდგენილი ქონდა ერთ-ერთი თავისი მოდელი, რომელიც აუქციონი ქონდა, Mirror Polish-ით იყო და მაგას ვიძახდი ახლა და დამასტარი კრეიზა მის მაკვია Junior Marfion. ხო, მან დააკვირდი რომ ანუ არ ვიცი თუ უსმინე თვითონ როგორ იმაშვება რომ ანუ სუხას რო იმას
უსმევს რა, ანუ მარფიონემდე რო იმას იძახის რა, ტონი ჯუნიორ. ხო, მაგას უსმავს. იმდენად უსმავს ხალხს, რომ მე როგორი შტაბ-შტილება მრჩება, იცი რომ ანუ მარფიონების ოჯახში თლაც ყველაფერი კარგად რო არ არის, ეგ ბევრისთვის ცნობილია და მე მგონია რომ ისე შეთქმულებაში მოდი წავიდეთ. მე მგონია რომ ტონის აქვს რაღაცა წვლილი იმაში მიღებული, რომ გეივინისთვის რაღაცები აქვს რა მოყოლილი, რომ კი მამაჩემა რაღაცეები წაიღო შენგანო რა. შეიძლება, ძალიან ჩახალართები. კი, ხო, ესეა რა, ჩემი შეთქმულების ასე ვთქვათ ხაზი რა. ყოველ შემთხვევაში, ვისაც ჩვენთან ბახთრონზე ეს ზიბიპი უყიდია და მეც ყოფილი ვარ იმ მომენტში, ყველას ვეუბნებოდი, რომ შეთანხმდნენ და ესე მეთქი ვერ ესე გვეგონა, კი. გვეგონა და ყველას ესე ვეუბნებოდი ახლა. კადრს მიღმა რაღაც შეთანხმებაა, რასაც ვთქვათ ჩვენ რასაც არასაჯაროვენ და არ თქვა რომ ვთქვათ ვიყიდე სისტემა, მაგრამ ვთქვათ ბევრად მეტი დაუჯდა, ეგ რო ვთქვათ ეგ არ თქმულა, მაგრამ მაგას იმაზე დაყრდნობით ვიზახდეთ, რომ ახლა მე თვითონ არ დამიშლა, ვერედები ამათ დაშლას ჯერჯერობით, ულტრატეკების დაშლა და მაიკროტეკების დაშლა მომიწევს ალბათ, მაგრამ ბევრმა დაშალას ხო, მაგრამ ახლა ბლოგერებმა დაშალეს და ძალიან ვიზუალურად ძალიან დიდი მსგავსება იყო რა და მე მგონი ზეთი უნდა ახალი ჩამოსულია. არა, მაგათ ხო, პარების ის ვთქვათ, ახალ სისტემას ძველებს თუ ქონა რომ ზემოთ ამოქაჩავდე და ჩერდებოდა, ახალს ქვემოთ აქვს, რომ ეგ აი ჰოქს არ ემართება რა. რა? ეგეთი. რა იცი? მე არ მენახია რომ ჰოქს დამართვოდა. თვითონ ესა? ეს მე მგონია ზეთის თემა არის, მაგრამ ერთი ჰოქზე ვნახოთ. დაანები ახლა შენ ჭირდება მაგას. გავეცედი. მოკლედ მე ხას გავუსვევ ერთ მომენტს რომ როდესაც თვითონ გეივინმა ანუ ახსენა სასამართლო თავიდანვე გააჟღერა რამოდენიმე ფაქტორი რაზეც ამერიკაში ზოგადად ძალიან სენსიტიურია ეს თემები რომ ანუ მაგალითად თქვა რომ ანუ აი ამ გამოგონების წყალობით ხო ჩემი ბიზნესი ანუ იქცა იმ ბიზნესად რომელმაც მოახერხა რომ ამდენი ადამიანი დაასაკმა ეს კიდეც და ერთი რაღაცის მოპარვით ანუ აი გადასახადების გადამხდელებს მოკლედ აი რაღაცა და მგონია რომ უკვე მთელი საქმე იურისტებს აქვთ აწყობილი რა და გამოჩნდება მაიკროტეკის პასუხი ხო ნახე არა მედიება მაიკროტეკის პასუხი იყო ის რომ ანუ რაღაცა 3 თუ 4 პატენტი აჩვენეს ხო ძალიან რა ვიხარ მე ახლო ხედით არ მინახია პატენტები რა ესე გააჩვენეს რომ ჩვენო კაცო აგერ პატენტები გვაქვს რა მსგავს თემაზეო რა და კაი სეირი გვერდის მე მგონი წინ ხო, მაგრამ მე მაინც გონია რომ დამეგობრდებიან, იმიტომ რომ ალბათ რაც არ უნდა იყოს, არ მოპარვს არ დავარქმევ ჯერჯერობით, მე სახელს, მაგრამ რაც არ უნდა იყოს 1000-ში გადაღეჭილი ექნებოდა ეს ეგ არის ამერიკული დამეგობრებას არ უჩერდა, მაგრამ მანდარი მორიგდებიან ნამდვილად, კი, თავպես არ დაამტრავენ ერთმანეთს და ესეთი ბევრი რაღაცა გვახსოვს, მაგალითად გვახსოვს მაიკროტეკის ძალიან დიდი სკანდალი კაი ჯგუფთან, ანუ კერშოუთან, სადაც კაცოშურმა არ იცის ის სასამართლო დამთავრდა, მოიგო კერშოუ, მაგრამ არ უზეიმია. ხო. როგორც ეს ხა რომ მოიგებ ხო ზეიმობ რა რაღაცას რა. მორიგდნენ. ამ სიხლი არ დააჭირეს. კი ბატონო და მაინც გააკეთა ის მოდელი მე მაიკროტეკ, მაგრამ უბრალოდ მატრიქსის მაგრამ მატრიქსი დაარქვა რა. კი ბატონო. იყოს გამოიღო თუ არა. კაი, სულათად ჩავუდგა. რომელ მოდელზე საუბარი და მოდი ბარემ კერშოს ნატრიქსი, ხო? ეს ნატრიქსი არის, ბარემ ისიც დაუღოთ სულათად რომ კაიგოს ხალხმა. გადავიდეთ ბლეიდ შოუზე. გადავიდეთ? ხო, კაგრას ბლეიდ შოუა. მოდი ბარემ ვიდრე მაიკროტეკის თემაში რომ აი ამ ცხელებაში თუ რა დავარქვა მთელ ამბებში, იუტიას 95 წარადგინა ზიბიპი. ანუ არ ვიცოდი. ხო, კიდე ახალი მოდელი წარადგინა, თქვათ, ლუფტის garaშე და ასე ვთქვათ, რომელიც მოკლედ გადადის რა ნელ-ნელა რა მაგაზე რა, ასე ვთქვათ. კი, მაგებზე გადავა რა. დანარჩენი ახლა სიმართლე გითხრა, ალბათ დროშიც გამოიზრდება, ძველი მექანიზმები ძალიან მუშა იყო. ძალიან მუშა იყო, ერთხელ დავპოსტე რომ მეთქი ვის რა გჭირდებათ ნაწილები, ჩამოვიტან მეთქი და ვერაფერი ვერ თქვა 10 წელია გვაქვს და აფერი არ უჩნდებოდა. ესეც გონია რომ გამართლებული. გამოფენის ამბავი, მაიკროტეკით რო დავიწყოთ. შეგნახე რა ქონდათ გამოფენაზე მაიკროტექს? დიდი ხალო ქონათ, მე მგონი თუ რომელი იყო ისა? თუ ის ჰერეტიკის. არა, ეს ჰერეტიკის იყო, მთელი რიგები რო იდგა და ყველა ფოტოებს რო იღებდა. კი, მელისა ნახე მაგიმასთან? მელისაზე? ანუ მაგ ჰერეტიკის დანასთან. ამხელა კაცები ვერ ხსნიდნენ და მელისა მივიდა დააჭირა და დაკეტა თვითონ. ურაჯანს. ის სურათი ჩავურთოთ, მე რო გამოგიგზავნა. აუცილებლად. იმ კადრში კარგად ჩანს. აუცილებლად და ჩვენ ერთი ქართველი მედანი ყავს რა. ალბათ მიხვდება თვითონ მე არ ვიტყვი საჯარო. ძალიან ხშირად აშიარებს
მაგის მაგას? რა და ეთყობა მაგრადევასება ეთყობა ჩვენ მაგრადევასება მაინც მე მიშას თეორიისკენ ვარ და ლუკა სურათი სტუდიაში და აი ალბათ მიხვდებით რატობაც მოკლედ მაიკროტეკის ამბავში მე თვითონ ტონი მარფიონეს ჩაცმულობა მომეწონა ანუ ძალიან ესე იგი იმდენად უკვე ბრენდს აქცევს ყურადღებას რომ ყველაფერში თავისი ბრენდი აქვს ანუ პერანგი ესვა და აი აქ რა ქონდა ეს მარფიონეს ლოგო მაიკროტეკისა მაგრად დამევასა ანუ მე მგონი სხვა სფეროებშიც გადავა იქ კაცი თავისი ბრენდით შეიძლება ჭიქები გააკეთა $258 ორი რიუმკახის ჭიქები გააკეთა აი ესე დავარტყა ესე კლარ მიუჭახუნოთ შემდეგზე ჭიქებით და კეპკი მე კეპკით ვიქნები კარგია მოკლედ რა აი შეიძლება მე გავაგზელო მიდი მოკლედ დაჟე მოვინიშნე ანუ ისენი რაც მე მიმაჩნია რომ იყო ძალიან საინტერესო ამ გამოფენაზე მაგალითად გერმანული კომპანია აღმოვაჩინე Blaurock Blades-ი, რომელიც ძალიან მომეწონა. ანუ რატომ მომეწონა? ანუ სულ აკეთებს 4x5 მოდელს. იდეაში ეს მოდელები არის ერთი ფორმატის, არის გერმანიაში, ანუ ევროპაში გაკეთებული და მიმაჩნია რომ რაღაცა მომავალი უნდა კონდეს ჩემი აზრით ამ კომპანიას რა და თვალი მივადევნოთ. კი ბატონო, ლუკა ალბათ ფოტოს გვაჩვენებს ამ იმის რა ქვია რა. ასევე ბასტინელის ისენი მომეწონა თუ ნახე სასაჩუქრე ნაკრებები ვით რო ქონდა რა გაკეთებული ბასტინეს ცოტა ხანი უყურე მაგრამ ეგრე არ მიმიდევნებია თქო აი ჩვენ რო გვაქვს რა რაღაცეები ხო გვაქვს რა ანუ სიგარკატერი ანუ რაღაცა ტიპს ქონდა რაღაცა რაპირა ფრანგული იქვე მოკლედ ძალიან საკაიფოდ გაკეთებული სასაჩუქრე ნაკრებები რა და ნუ ძალიან მომეწონა რა რაკიალი ეკეთა თვითონ ბასტინელს ეგ დამახსოვდა ტიბეზე რა გაქო ხო და გასაგებია რაიან ჯონსონი აი RMG ტაქტიკალი არის ესეთი ბრენდი. კარგი. და მოკლედ მაგისი კასტეტი არ მიყვარს ეს კასტეტები, მაგრამ ეს კასტეტი დამევასა, მაგრამ და რატო რა? ანუ ტესტები არის, რომ ხელზე იკეთებს და ბეტონის ბლოკებს ამტრავს ბიჭო ამ კასტეტით რა და ოღონდ რო შეხედავ ამ კასტეტს რაც ამოწეული ჩხირები და რაღაცა კი არა. სადა, ძალიან დასტოინი ესეთი კასტეტია რა და ძალიან გულში ჩამივარდა მოკლედ RMG ტაქტიკალის კასტეტებს მიაქციეთ ყურადღება რა. ხო, კასტეტები არ გვექნება არასოდეს. ხო, კი, და არც ის რა ქვია, ციტაკის სპრეები. აუხსნათ რატო? აუხსნათ ჩვენ საინტერესებს ხოლმე და ჩვენთან ესე არის გავრცელებული, რომ თქვა დანების სანადირო მაღაზიებში დანებთან ერთად არის დრინები, კასტეტები, სპრეები და 1000 ეგეთი ტაქტიკური რაღაცები რა და. ნუ ჩემ ხასიათში არ ჟდება აუხსნი რატომაც. საერთოდ ვერანაირად ვერ ვაკავშირებ რა ჩემთვის დანები არის ხელოვნება, დანები არის ინსტრუმენტები და შესაბამისად ნუ ვერ აღვიქვავ აი ეგეთი ძალადობასთან, სემატყეპასთან და იმასთან არ გვინდა. მაგიტომაც არ აქვს არანაირი მსგავსი ნივთები და შესაბამისად ვიძახით რომ დანები არის დღესდღეობით ხელოვნება და ინსტრუმენტები. მეტი არაფერი. დავაგზავნოთ ახლა შენ წეგან თქვი რომ ანუ თვითონ შოუზე დიდი ამბავი ქონდა მოკლედ ჰერეტიკის აი უზარმაზარ დანას და წელს თვითონ ჰერეტიკს ქონდა ჩემი შეფასებით ისეთი ყველაზე ფარტოვი წელი რა და თავიანთ ამ იმას cartoon style დაარქვეს იმ შეფერილობებს რაც მისცეს დანებს და გარდა იმისა რომ თვითონ ქონდათ თავისი დანები ასევე რამოდენიმე კომპანიას ვინც კასტომიზაციას აკეთებს ქონდა ძალიან ბევრი ჰერეტიკები და ანუ იმდენი ვარიაცია იყო ამ გამოფენაზე რომ ნუ რაღაცა მაგათი ის არის რა გაუვარდათ რა კი ბატონო ნუ ეგ ქართული მე გადაედო მამამისსაც და მე მამამისის უფრო მომეწონა სიმართლე რო გითხრა ამ დღეებში ნუ ვიდეო რო დაიდება უკვე შოურუმში გვექნება აი ეს სერიებიც ძალიან გამორჩეულად რაც მომხვდა თვალში იყო მოდელი დისიდენტი რამონ ჭავესის პირველი OTF-ი ეგ მეც მომეწონა და აქვე ის მომენტი რომ OTF-ში დიდი რო იყო ხო ცოტა ჩვენ სტანდარტული ზონა სამი პირის ფორმა აქვს რა გაკეთებული drop point-ი ტანტო და პირველად ჭავესის ისტორიაში დაგერი ანუ ამ კაცს დაგერი არასდროს არ გაუკეთებია რა ხო და ნუ მის სტილში არ ჯდებოდა მაგრამ ძალიან მომეწონა კარგი გააკეთა და ნახოთ მოკლედ ეს დისიდენტი ვისთან აქვს გაკეთებული ვისთანაც არის თვითონ არა პროტეკია თუ სწორედ მახსოვს პროტონ ვერ გააკეთებდა პროტეკი არის და თვითონ პროტექზე გადავიდეთ პროტექს ჰქონდა ძალიან მაგარი ამბავი რომ 9 წლის მერე ხელახლა წარმოიდგინეს მოდელი კამბრია კამბრია გააკეთა კი ბატონო კამბრია მე მახსოვს როგორ მახსოვს გეტყვი არ მაქვს ესე ნანახი
ერთ-ერთ გაზეთები ჟურნალი როა Blade Magazine. ხო. ანუ მაგის ინტერნეტ ვერსიაში თვალი მოუკარი და ნუ ჩამჭა რა და ეხლა რა მომეწონა იცი ყველა მოდიფიკაცია ერთდროულად გააკეთეს ანუ უბრალოდ რაც საშუალოდ semi custom-იც full dress-იც და საოცრებები გააკეთეს მაგარია ბოლო პერიოდში ჯგუფში იყრებოდა კამბრიები და ისე მოხიბლული ვიყავი რა და კარგია თუ ექნება კიდევაც ის თუ ნახე ბალისონგიც ქონათ პროტექს უი არა გამომჭა ძალიან მაგარი საინტერესო იქნება თუ ბალისონგი და Squid Industries-თან ერთად ქონათ გაკეთებული ვა ძალიან მაგარი თუ არ მეშლება 99% ეგრე არის და ეგეც გვექნება დიდი ალბათობით ჰიდრას ახალი V4 ჰიდრა ნახე არა ანუ არაფერი დიდი არ შეცვლა უფრო თხელი გახდა უფრო ვიწრო გახდა და ეჭვი მაგრამ რაღაცა მანდაც ზბპ-ს თემა რა ანუ მოკლედ ჰიდრაში ჰიდრა ხო ანუ აი რატო უნდა დააწოილო და დაათხელო რა დანა ხო მაგრამ მაგი ხო სხვა სისტემაა ის არის კი ბატონო One Direction-ს ეძახიან One Direction არის მოკლედ ველოდები როდის გექნება მაგ მოდელს განსაკუთრებით რა დავინიშნო მაგნისი თავისი ბრუტალური დანებით და ძალიან კაი მოდელი დიქსონი ეგეც ისე მომხვდა რა თვალში და შენ უკვე აღნიშნე ჰოუკის კოლაბორაცია პატარა მარფიონესთან და ჯონ გრეისთან ერთად რა და ისე კაი უმორი ქონია ჰოუკს რო ეკითხებიან ამ კოლაბორაციაზე აბა ესო რა არა და ჩაუყურებს და ნუ ესო გავიგეო რომ ეს მე გავაკეთე ესო ჯუნიორმა და ამან ვაფშე რა გააკეთა რა ნუ აი ძალიან კარგად გადაობს მოკლედ მომეწონა ეს კაცი რა ჩვენიერი მიხეილ ჩვენთვისაც არჩეულია გამოფენას გლად უშედეგოთ ველოდებოდი მაგ ამბავს აბა გისმენთ ნუ არ გავამხელ ახლა რა გვექნება და რა გვექნება მაგრამ გვექნება ჯამში ნუ ხო ნუ სანამ არ ჩამოვა მანამდე ხო ხტები მაგრამ ყოველ შემთხვევაში ხელი ჩამოვართვით და გვექნება დიდი სიახლეებიც, საშუალო სიახლეებიც და მე მგონი თვითონ ის ფაქტი, რომ სისტემატიურად ამ ხელა გამოფენაზე ჩვენი კომპანიის წარმომადგენელი არის და იცნობს ჩვენი კომპანიის წარმომადგენელი იმ ხალხს და ისინი ჩვენ მარტო ეგრო ავიღოთ ძალიან მაგარი ამბავი. ნუ ერთ სიტყვაში რომელიც ნაღდი არ გამოგვივიდა, კრის რივზე კიდე არ გამოგვივიდა მეგობრებო. წინ წავიწიეთ, დანები მოუყიდეს, წინაზე დანები არ მოუყიდეს, ეხლა 1-5 დანა მოუყიდეს და სურათი გადაიღეს ჩვენთან ერთად. ნუ ეს კრის რივის დანები მაგალითად ნაივ ცენტრს უჭერს ძალიან. ნუ ეგ არის რა. არაფერი, ანუ რო იცოდეთ მიზეზი არის ის, რომ ნუ ვერაუდიან შეკვეთებს და ისედაც ყველას უგვიანებთო რა და არასწორი იქნებაო ახალი მიმწოდებელი რო ნახოთო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჯერა რო ვთქვათ, კიდე ერთი შეხვედრის მერე, სადაც სურათი გადავიღეთ და ვიყიდეთ, იქ შეიძლება ერთი წელიწადში 10 საათზე დავითანხმოთ და ეგეც მე მოკლედ რა ვიცი რა, მოგეუბნები, მეც რაღაცეები ვიცი, ახლა რასაც გიორგი თუ არ ეძახის, მე მით უმეტეს არ ვიტყვი, მაგრამ ნუ ძალიან მაგრად ასწორებს, რომ ეგეთი რაღაცეები ხდება და კიდევ წმუნდები, რომ მონდომების და შრომის შემთხვევაში, ავე რა, მართლა მე მგონი ყველაფერი შესაძლებელია, რომ გააკეთო კაცმა. კი ბატონო. აქ დავამატებ ერთ კითხვა ჩანართს. სტრაიდერი თუ ნახე გამოფენაზე? სტრაიდერი არა. სტრაიდერი ნახე რომ ბევრ ჯიბეზე ქონა სტრაიდერი. ხო და სტრაიდერი იყო გამოფენაზე და ყავდა წარმოდგენილი თავისი პატარა შვილი, ვაჟკაცი რა, პატარა. ალბათ 1-20 წლის არის. გოგოს ეთყობა აღარა ჩენს, ადრესო გოგო ყავდა ხოლმე და იმ გოგომ ხოლმე რა ვიცი, რეები გააკეთა, ვიდეოები, ანუ აწრთობს ოღონდ შიშველი მაშინ რა წარმოედგინე ხუმერთან გაახურებული და ეთყობა იმას სახლიდან აღარ უშვებს ბიჭით და მოკლედ გააკეთა ოღონდ აღნიშნა რომ ესო იდეა მოუპარე ტონისო მარფიონესო კამარი აი და ოღონდ უკეთესი კამარი გააკეთა რა კი კამარი თუ იქნება საშუალება ვაჩვენოთ კამარი მოკლედ ფოტოზე და ტონისიც ვაჩვენოთ და ბოლო ჩემი ყველაზე საინტერესო სიახლე იყო Benchmade slip joint კარგი ძალიან მომეწონა გიო აი ნახე ეგ არა პრობლემა ჩამოვიტანთ მაგრად ნახდი ჩამოვიტანთ ხო ანუ ამ ყველაფრის გარდა ბევრი ახალი კომპანია იყო რომელზეც არ ვიცი აი ერთი ტექტოვა ესეთი კომპანია რომელსაც განარამე ისეთი გააკეთა მაგრამ აი OTF-ები რა იდეაში რაღაცა მიმსგავსებული შეიძლება მაიკროტეკებს მაგრამ ვიზუალურადაც საფასო კატეგორიითაც მასალებითაც რა ძალიან საინტერესოდ მეჩვენა რა. ანუ მაგიტოა ეს გამოფენები მაგარი რომ ანუ ბევრი ახალი ჩდება, კონკურენცია
ბიცკს აძლევს და ავიცი შეძლებს და გვარად მოუყევით მე მგონი წლევანდელი პლეიჩო. დანარჩენი აუცილებლად გადახედეთ ვიდეოებს, უამრავ ვიდეოები დაიდო მაგ გამოფენის, საინტერესო არის და ნუ ეგ არის რა ყოველ წელს ყველა ცდილობს ახალი სიახლეებით მივიდეს, რაღაცეებით წინ წაიწვიოს, კონკურენცია არის და ჩვენთანაც ხო ეგრეა მიხეილ? ჩვენთანაც ეგრეა. გამოფენა არის, ახალი დაწყებული არის ეს თემა და იგივე ტენდენციები არის და მე მგონია რომ ძალიან დიდწული ამ ვიდეოს თუ უყურებენ, ავიცი მე მინდა მიულოც, ანუ მიმაჩნია რომ თანამშრომლობთ, პარტნიორობთ, ანუ დაგერს საკმაოდ კარგი სტენდი ქონდა, ისა რა ქვია, სტენდი არა, უბრალოდ რამდენად სტენდი მათი იყო, არ ვიცი, მაგრამ წარმოდგენილები იყვნენ. ხო და ნუ რა ვიცი, ამერიკის ბაზარი რომ მათთვის მნიშვნელოვანია, მე მივახარებს ეგ ამბავი და ულოცავ აქიდან და ბევრ წარმატებებს უსურვებს რა. კი ბატონო, უერთდები მილოცავს. კი ბატონო, ანუ ამოვწურეთ კი ბატონო, და შემდეგი ნაწილი, მოდი შენ ამოერჩიე, რომელი უნდა იყოს. კი, ჩინურ გამოფენით გავაგზავნოთ მაშინ და მე დავამთავროთ კეთილი და პატიოსანი. ბევრს მოგეხსენებათ, რომ ჩინეთშიც იყო რაღაცა გამოფენა, მე ბრძანდებოდი მიხეილმა სად დაიკარგეო, სად დავიკარგე და ნუ თავარი იყო რომ სამზარეულო დანები რომ გვენახა და სამზარეულო დანებზე მიგვიღო გადაწყვეტილება. ყოველ შემთხვევაში სიტუაცია არის ის, რომ ეს იაპონელები ვინც არიან, აი ეს უკან წარმოადგენლები რაოდენობებს ვერ აუდიან შეკვეთებს და რო გვითავდება ხოლმე მიზეზი არის ის, რომ თქვათ წინაზე იყო ოქტომბერში შეუკვეთე და ის ჩამოვიდა. ათვე დაჭირდა რა. ხო რა, ნახევარწელზე მეტი დაჭირდა რა. ნუ პატარა წარმოება არის, მოთხოვნა დიდი არის რა და მაგ გამოწვევის და მაგ პრობლემის გადასაჭირლად გადავწყვიტეთ რომ ჩამოვიტანოთ ჩინური დანები. ჩინური დანები რატო გადავწყვიტეთ? იმიტომ გადავწყვიტე რომ ერთი შემხდა, საიდან წამოვიდა საერთოდ გიგია, მე მგონი შენს განახე, ისანა ხო, არ ვიტყვით ბრენდს და მომეწონა, მოვიხიბლა ჩინური დანით, სამზარეულო დანით პირველად ცხოვრებაში, რომ რაღაცა მეთქი, აი, რაღაცა ისწავლეს რა და. მე ძალიან მომეწონა რაღაც და მაგის ინსპირაცია იყო, ამას გავს სიმართლე. საბოლოო ჯამში რომ ჩავედი გამოფენაზე, ბევრი ვნახე მსგავსი უკვე. და ხო იცი ჭამა მადაში მოდისო და ნენელა ისე გამოვიდა რომ გუშინ წინ ნიმუში გამომიგზავნეს რომ ანუ უკვე მე ვეუნები როგორი გრინდინგი მინდა და მაგას ველოდებოდი. მოდი ცოტა დაწვრილებით ახსენი მაგის უპირატესობები. რომ აი მაგის საშუალება რო გაქვს, რატო არის ეს მაგარი ძალიან? ნუ მე ვისაც უდევნებია ჩემი არხის თვალი ძალიან პრეტენზიული ვარ, მინდა ხოლმე რომ რაც შეიძლება უკეთესი გამოვიყვანო. და შესაბამისად, ნუ დანაში რო იცოდეთ მეგობრებო, ბევრი გონია რომ აი ლესვა ჭრის რა და ლესვა არ ჭრის. ლესვა არის ძალიან მცირე ნაწილი მთლიანი დანის. ჭრის ყველაფერი ერთად. ფოლადი დაწყებული, ზედაპირით დამშტავრებული, ზედაპირი აი ფინიშს რო ვეძახით, დაშვებებით გაგრძელებული, სისქე იქნება, ყველაფერი საერთო ჯამში აისახება იმაზე, რომ დანა მუშაობდეს გამართულად და კარგად. აი როგორც მანქანაში საბურავი ხო არ არის მარტო მთავარი. ყველაფერი ერთად არის. იგივე არის დანაშიც რა და საბოლოო ჯამში ვიპოვე ქარხანა მომწოდებელი და რომელსაც ნუ ფიქრობ რომ შეუძლია კიდე უკეთესი გააკეთო, უბრალოდ არიციან, არ ქონიათ შეხება უკეთეს დანებთან კიდევ ჩემი აზრით რა. მე მგონი არ უნდა თავდაბლობას თავი უნდა დავანებოთ მაგ საკითხში და რავი ახო რა, კი მივხედავთ იმისა რომ მილიონობით დანებს აკეთებენ. ხო? ანუ ცოტა არის ისეთი ადამიანი, ვინც დამკვეთია და თან იცის ეს თემა. ხო, ეგეთი ცოტა ძალიან ცოტა რა, იმიტომ რომ მოაქვს შეურაცხყოფას არავის არ ვაყენებს მებო, უბრალოდ ბიზნესში როდესაც არის ადამიანი, ხო? კი ის რაღაც დონეზე სწავლობს, მაგრამ არა იმ დონეზე ვთქვათ, როგორც ოსტატმა იცის რა, ხო და ესენის თავო წამოყვნენ, ანუ მოგისმინეს. ნუ მაგიტო ავირჩიე პირველი რომ კაი ხალხი არის რა და ურთიერთობები მთავარი არის ჩემი აზრით, რასაც დავინახეთ, რასაც შევხედე რომ ურთიერთობები მთავარი და აი ეგეთ ურთიერთობაში კაი ხალხიც ავარჩიო და აი თქო მაგაშიც გაგვიმართლა და ნუ გამოვიდა ისე რომ ნიმუში გააკეთეს და ვიდეოში რაც გამომიგზავნეს ნიმუში კარგი არის. და ნუ ყოველ შემთხვევაში აი ეს რაც არის და რაც მოგწონს და რაც ფიქრობთ რომ ისედაც კარგი არის და თავის ფაში ისედაც ძალიან მაგარი იქნება, შეიძლება კიდევ უკეთესი გამოვიდეს. ნუ მეც იმას ვეუბნებოდი იმათ რომ მეთქი დამატებით რაღაცა ხარჯი ხო არის, დემეზე მეტ დრო ხო არჭირდება და რაღაცა და დამატებით კიდე 1-2 გრინდინგი ჭირდებაო რა და ნუ მე მგონია რომ მაგაზე შევთანხმდებით და მოვრიგდებით რომ თქვათ ძალიან მისაღებ ფაში ქონეს ძალიან მაგარი ხარისხის დანები. ერთი პრობლემაა უბრალოდ. აბა ბოდიში გისმენ? არაფერი არ აწერია. აი ხო და მსგავსი კითხვა მინდოდა დამესვა, ոնց როგორი ფორმატით გეკითხები, ესე იგიო. ანუ ეს ამბავი, ხო? უკვე გადაწყვეტილი ამბავია, მე როგორც ხვდები. შესაბამისად, ანუ ამ ამბავს აქვს თავისი მიზნები, ანუ ბაზარზე გვინდა რაღაცას მივაღწიოთ, ხო? და რაღაცას სახელით უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი. ჩვენი ადგილი გვინდა რომ დავიკავოთ და
ბევრი იყო მაგაზე ნაფიქრი, ვიფიქრეთ ჯერ და საბოლოო ჯამში მივეთიქამდე რომ რა უნდა დავაწეროთ და დავაბრუნდოთ რომ ანუ ჩვენი პირველი რომ ჩვენი ბრენდი. ჩვენი ბრენდი, ახალ ბრენდს ვქნით მეგობრებო ამ მიმართულებით. და ამ ეტაპზე ვართ იქ რომ სახელზე მისჯერობთ და რაღაცა რამდენიმე ვარიანტი გვაქვს დარჩენილი. გავაჟღეროთ. თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ ანუ ეს იქნება ბრენდი, ქართული ბრენდია. ამ დანაში ანუ უმნიშვნელოვანესი დეტალები ხო არის მოდი ასე ვთქვათ რა ქართული ინტელექტის შედეგი ანუ შესაბამისად პროდუქტი ეს წარმოებული ჩინეთში ხო მაგრამ ეს არის ძალიან დიდი წვლილი მასში არის ქართული კი ბატონო. ნუ მე ახლა მაგებში კარგად ვერ ვიყავი მარკეტინგში და იმაში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე ვთვლი რომ ვიტყვით რომ ჩვენი შეკვეთით მზადდება. კი. ჩინური დანა იქნება აბსოლუტურად, უბრალოდ ჩვენი შეკვეთით მზადდება და ჩვენს რაღაც მონაწილეობას ვღებულობთ რომ აი თუნდაც დაშვებები გავაკეთებინეთ, სხვანაირად რაღაცეები შევცვალეთ, სისქეები იქნება, ზედაპირი იქნება, ყოველ შემთხვევაში ჩვენი წვლილი არის ამაში და ხოლადი ჩვენ შევარჩიეთ, ანუ ნაფიქრი გვაქვს რასაც ვაკეთებთ რა. იდეა არის ის რომ ხვალე თუ დაიკეტება ის ქარხანა და თუ თქვათ ანუ ვერ აურევენ და კარგს ვერ გააკეთებენ. იგივე ხარისხისა სხვას გავაკეთებინებთ იგივე ბრენდით რა, ანუ ბრენდი იქნება, რომელიც იქნება თქვათ ხარისხიანს ვერ აკეთებინებთ. მე ჩანას დავამატებ, ანუ მეც არ ვიცოდი რა და ეხლა ვიცი რომ ანუ რამხელა მნიშვნელობა აქვს მაგალითად იმას, რომ აი ეს რამსისკე უნდა გააკეთო და დაშვება რამსისკე, ანუ აი ამ გადაწყვეტილების მიღება, ანუ არის ავიცი ძალიან დიდ სოდნას მოითხოვს. ანუ ასევე მომხმარებელს უნდა აუხსნა მერე რომ რომელი რისთვის უნდა გამოიყენონ და სერიოზულ ზღვაში შევცურეთ. კი ბატონო. და რა ვიცი, ახლა ვფიქრობ რომ მზარეულებთანაც მომიწევს შეხვედრა რომ იმათთან ერთად რაღაცა ერგონომიკა და რაღაცა არა სანამ შევუკვეთავ რაღაცა დეტალები მინდა რომ გავიარო რომ რას ანიჭებენ უპირატესობას რას არა და ასე შემდეგ რომ იმის მიხედვით გადავწყვეტო რომ შევუკვეთოთ. ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ვარ. სახელები გავაჭეროთ. რამე ვარიანტები გვაქვს? თუ არ ვიცი. მე არ ვიცი. თლა უბრალოდ შენ ხარ ახლა და გადაწყვეტე. თუ გინდა გააჟღერო, თუ გინდა არ გააჟღერო, მაგრამ თან გამოიწერეთ მეგობრებო არქი არ დაგავიწყდეთ. მოკლედ, ნუ რამდენიმე ვარიანტზე ვარ, თუ რაღაცა ძალიან უარყოფითი იქნება, მაგასაც გააჟღერებენ და კი ბატონო. ერთი ვარიანტი არის კერა. კერა, კი ბატონო. და ნუ ბევრ ამასთან შეიძლება ასოცირდებოდეს, სახლის კერა არის, ცეცხლის კერა არის, მედანეების კერა არის, თუ ასე შემდეგ, ნუ რაღაცა კერა არის, მოკლე არის, კონკრეტული არის. ერთი იყო ვარიანტი კიდე, ესეთი ნათქვამი გვაქვს, კიდე, დანის კიდე, რაღაც კიდე, სამყაროს კიდე, მოკლე არის, არის კაფიორის და მესამე ვარიანტი გვაქვს სატე. კი ბატონო. რომელიც მე მომწონს განსაკუთრებით. ხო, სატე ბევრს მოწონს. კი ბატონო. მეგობრებო, მიიღეთ მონაწილეობა თქვენს, დააფიქსეთ თქვენი აზრი, თქვენს კომენტარებში მონაწილეობა ამ ბრენდის შექმნაში და ნახოთ რა გამოგვივა. ძალიან მაგარი რაღაცაში მიიღებთ მონაწილეობას ნამდვილად რა. თვითონ დანებზე ეხა ბევრი რო არ გაგვიგზელდეს რა, ანუ ძირითადად 320-დან ხო შეგვიძლია დავყოთ რაც ევროპულ ნაწილად და იაპონურ ნაწილად რა. მე მგონია რომ რაღაცას მიქსები დღესდღეობით შეჯერდა. აი ეს რაღაცა შეჯერებული არის ევროპულ. კი ბატონო და ჩვენც მან მიქსებისკენ მეც მაგისკენ ვიხრები რა, იმიტომ რომ არის რაღაცა დეტალები რომლებიც ევროპულებში მომწონს და არის რაღაცა ბევრი დეტალი რომელიც იაპონურში მომწონს და დღესდღეობით გავრცელებული არის უკვე რომ ამ დეტალების შერწყმით გამოდის კიდე ცოტა ესეთი ნარევი. მოკლედ ლესე იყო პირველი ბრენდი მეგობრებო, რომელიც რა ვიცი, შემდგარი ბრენდია. მერე იყო მედანე, რომელიც არის შენების პროცესში, მაგრამ კარგად შენდება და მესამე ქართული ბრენდი შეიქმნება და მე მგონი, არ ვიცი, არ არის პატარა ამბავი და დანარჩენი შეიძლება თქვა სექტემბრისთვის უკვე გქონდეს რა. მოკლედ ბევრს მუშაობთ მეგობრებო ამაზე და 2 წელიწადში 3 ბრენდი, რას იძახი ბიჭო. ქართულ ბაზარზე სიახლეები იქნება და ვფიქრობ რომ ჩვენი ადრილი დავიკავოთ დღესეული ამ თემაში. ამ დანებზე თუ დაგვიჯერებთ, როგორც გეტყვით, ისე თუ მოიხმართ, ხო? აი მაშინ პასუხისმგებლები ვიქნებით ხარისხზე. მაგაზეც ბევრს ვფიქრობ, რომ ისეთი საჯილაგუნო დანებიც ხوار დავყაროთ ბარემ რა. და მოგვიწევს. იაპონურ დანებში რო ჩავეძიე, ხო უცბად ვიტყვი რა. იმათაც აქვს რა საჯილაგუნო დანები. კი, ადგილი აქვს რა, ადგილი აქვს მაგათანებსაც, უბრალოდ მე ესენი შემომქონდა ხოლმე რა. კაი, ნუ მოკლედ სამზარეულო დანებს რაც შეეხებოდა ეს არის, აუცილებლად დააფიქსეთ თქვენი აზრი სახელთან დაკავშირებით და კაი მეორე უცბად სახელები კერა, კიდე სატე. всё, სამი სახელი თქვენი ვერსიები დაწერეთ. ჩვენი დღევანდელი ასე ვთქვათ ბოლო თემა ეს არის პატენტები, რეპლიკები და რა ვიცი, მათზე ჩვენი აზრი. ხო, დიდი ხანი უვლიდით ამ თემას შორიდან და ალბათ რაღაცნაირად შევეხებით. არ ვიცი რამდენად სიღრმეებში შევალთ მიხეილ. კი ბატონო.
მაგრამ ალბათ დრო იყო რომ რაღაცა ჩვენი აზრი დაგვეფიქსირებინა. ამით დავიწყო. მე მგონი მთლად ერთნაირი ხედვები შეიძლება არ გქონდეს მე და შენ. კარგად არც გვისაუბრია ამაზე ისე. აბა დავიწყოთ. აი ამით დავიწყე. რა მოიტანე? ამით დავიწყებ. ენდურა დაშლილი. ხო და აი არ ვიცი, ყველა ნაწილი აქ ყრია და დაშლის მიზეზი რა იყო მაგას კეთვე. მოკლედ ბეკლოგი უცბად გაფუჭდა წამში და ვისგანაც ვიყიდე მითხრა რომ ჯეგო რა პრობლემაო ჩაკლიბაო ოდნავო. კარგი. ხო და გასწორდებაო. გაფუჭდას რას ეძახი ანუ? ჩავა იკეთებოდა, უფუნქციო გახდა რა, სლიპ ჯოინტად. ვეღარ იჭერდა ანუ. სლიპ ჯოინტად იქცა, კი ბატონო. და ეს არის პერიოდი, როდესაც ახალი შემოსულია ენდურას პატენტები და ჯერ 100 ლარი, 100 ლარი რა, მე გახდა 40 ლარი. მე მაგფასად მაქვს ნაყიდი, 100 ლარად მაქვს ნაყიდი და მოკლედ ვერ აგიხსენ რაღაცა როგორი ნაგავია, იცი, აი შენ კი იცი, მაგრამ აი ხალხო რა 100 ლარი და 10 არ უნდა გადაიხადო. მოდი დავამატებ ერთ შემსხედოს მუქ პატენტები ბევრნაირი არის, არის ძალიან მაგარი პატენტები და არის უხარისხო პატენტები. ალბათ მაგაზე ცალ-ცალკე უნდა ჩაიშალოს. კი, ეხლა მოდი კლასიკურ პატენტებზე ვილაპარაკოთ და მაგას არის კი. ხო და მიყვებით კლასიკურს რას ვეძახით მაშინ? კლასიკური პატენტი არის, როდესაც დანა იმეორებს ზუსტად ანუ ორიგინალის ვიზუალს, მოპარულია წარწერები, მოპარული არის ანუ სრული ინფორმაცია და არაფერი არ არის იმართი. აი ეგ არის კლასიკური პატენტი. კი ბატონო. ეგეთ სიტუაციებში ეგეთ დანაები მეკითხებიან ხოლმე რას ფიქრობ, როგორი დანა არის, როგორი ფოლადი აქვს. მაგაზე მაქსიმალურად ვთვლი ხოლმე მარტივად დავუხსნა. ახლა ადამიანის სახელს რო იპარავს, თავისას არაფერს რო არ აყოლებს, ვინ არის, რა არის და როგორ არის. იმ შემთხვევაში შესაბამისად იმის ინტერესი ხო არის, რომ რაც შეიძლება იაფად გააკეთოს დანა და რაც შეიძლება ნაკლები დანახარჯი ქონდეს. იგივე არის ფოლადზეც, იგივე არის თქვათ აი ბეკლოქებზეც, ლაინერებზეც, ყველაფერს ცდილობს რაც შეიძლება გააკეთოს ეკონომიური. აი მაგარი მაგალითი ამ ყველაფრის. ეგაა შენ ეძახი. რატო? ესე იგი, ერთი შეხედვით რო აიღო, ისეთი უხეშად იფიქრო რა, უხეში საქმეშთვის, რომ კაი, შეკრული შთაბეჭდილებას გიტოვებს. ხო, შიგნით შაიბები არის რაღაცა ისეთი რა, ლატუნის თუ რაღაცა და იფიქრებ, რომ რავი რა იმუშავებს რა. ასე აგერა გაილეს არა და არ ვიცი ხა ვიდეო სიტყვაზე ვენდეთ რა. ანუ ერთადერთი რამე გავაკეთე. მუყაოს ყუთი დავჭერი და აქ არ ვიცი როგორ გამოჩდება კამერაზე შენ ხო ხედავ რაც მოუვიდა რა. დაზიანებები აქვს. კაი გეგონება რომ ზვალზე არის ჩანარტყამი. ეხლა რომ კონდეს რამეს ვისწავდი რა. შენი ორიგინალი სად არის? აი? გამოიდგა. ეს საშინელი პატენტი არის. კი ბატონო, კი ბატონო. სისკიდან გადაწყებული დამთავრებული, მაგრამ ბევრი ვერ არჩევს და ბევრს მოუტანია ეს რომ მეუნებიან რომ ორიგინალია მაჩუკეს და რა სიტყვი და. კი ბატონო. სადა დედამიწა. უნიკალური ონტარიო გიჭირავს, ვითხარო, იცოდე. ხო. და მოკლედ ინტრიგებისგან თავი რო შევიკავოთ, ზიბას ხელმოწერა გზეთ. გენაცვალე, შენ გენაცვალე. ხელის მოწერაზე ვარჯიშობდა რა და ზანა ვათხოვე რომ თქვა დანისპირებზე ხელი მოეწერა და დარჩა. ალბათ ესეც კაი საკოლექციო ხო, ზიბას ხელმოწერით ონტარიო. ხო, მოკლედ, მაგას არ ჩავურმოდეთ. ეს ნახდაც ცუდი პატენტია. კაროჩ გადავაგეთ. ხო, ეს გადავაგეთ. ეს გადასაგდებია. ანუ ეხლა ფასში ოდნა ავდივარ ზევით, არ ვიცი. მოდი მაშინ ესეთ რაღაცას ვიტყვი რა. ესეთი რაღაცეების ყიდვას მეგობრებო, ჯობია იყიდოთ ბრენდული, ოღონდ დაბალი ხარისხის. ბრენდი იყოს ოღონდ რომ ადამიანს უჭირავს სახელი და არ იტყუება რა და ის მაინც თბილობს მაინც, ანუ რაც აწერია ის არის. ფოლადს თუ დააწეს რომ რაღაცა მარკა არის, ის არ მოგაწყვეტ, იმიტომ რომ ბრენდი არის და ძველი დაუждდება რა. ხო, გადავიდეთ მაგაზე. გადავიდეთ მაგაზე. კი. კაი, ონტარიოები გადავდე, მოდი. ანუ არის კიდე, თქვათ, როდესაც ვიზუალი არის აღებული, ანუ მოტივებზე არის, ასე ვთქვათ, გაკეთებული დანა, ოღონდ არაფერს არ იტყუებიან, ყველაფერი მასალები სწორედ არის რა. აბატონო. ხო, ანუ დიზაინი მოიპარეს რა, მაგრამ ამაზე შეიძლება ითქვას, დიზაინი მოიპარეს. დანარჩენი საერთო არაფერი არ აქვს. არაფერი აბსოლუტურად რა. ჩამკეტი სხვა არის, ფოლადი სხვა არის. ყველაფერი სხვა არის. ამისთვის ეგეც ძალიან ბევრს ნიშნავს რა. ახლა განზუ არის, არ აქვს ამბიცია რომ ძვირიან დანებს აკეთებს, არ აქვს ამბიცია რომ სხვა სეგმენტი დაიკავოს. აკეთებს, ხო, აკეთებს მუშა დანებს და თანხას ზოგავს რა. ახლა დიზაინის მოფიქრება ძალიან რთული თემა არის. ახალი დიზაინი რო შექმნება. ჩემი აზრით, კაი მარკეტინგული სულ არის. უბრალოდ მაინც მოპარულია რა. ხო, უბრალოდ არის არამოპარულები. ხო, დიზაინი მოპარულია. დანარჩენი ვისაც ინსტრუმენტი გინდათ, ეგან აი რასაც ვიძახდი, რომ ჯობია რომ ბრენდი იყიდოთ რა. ეგ არის, აი 440 სიაწერია,
ნაღდი ეს ღირს 90 ლარი პირობითად, ეს ღირს 70 ლარი რა. ანუ ეს რამხელა განსხვავებაა, რომ ანუ ეს არის ნაგავში გადაყრილი 70 ლარი და ეს შეიძლება მთელი ცხოვრება იმუშაო რა. აი მეც მაგას რა. ჯობია რომ თქვათ დაბალი ხარისხის რამდენად სწორად თქვენ არ ვიცი განსხვავ მშვენიერი ბრენდი. არაფერი დაბალი ხარისხი არ არის. ვისა მშვენიერია. მოკლედ ხო რა, ნუ მოკლედ ამ კატეგორიის ორიგინალი იყიდოთ. მოკლედ თავის მოტყუების კიდე ერთი ვარიანტი არის რეპლიკები, სადაც არ არის არც ერთი წარწერა. იდეაში, ანუ ხარისხი ნორმალურია, ფოლადი რაც აწერია ის არის, მაგრამ აი მაინც თავის მოტყუებაა რა. თავის მოტყუება არის. სიმართლე გითხრა ეს ცოტათლად მე მგონი ძალიან მაგარი რეპლიკაც არ არის. არა, ეს არის ესეთი რა. ფასი ამისი გიო არის იქ $37-18. всё, გავიგე. კი ბატონო, ნუ მაგაზე მაქვს ჩემი აზრი, მიხეილ, მოდი ბარემ გადავიდეთ. ეხლა ისინი არა მაქვს მე კაი რეპლიკები. აი ჩვენთან ძალიან გავრცელებული არის ტაბარგანის რეპლიკები, ყველგან ეს მოდელი არის. ნუ ეს ამ შემთხვევაში ორიგინალი არის. მაგაზე ვიტყვი ჩემს აზრს, რომ აი ორ კატეგორიაზე დავყავით რეპლიკები, არის თქვათ უხარისხო რეპლიკები და არის ისეთები, რომელსაც შეიძლება ვერ გაარჩიო და შეიძლება რაღაც დეტალები უკეთესი კონდეს. კი, გვინახია ეგეთი მან უკვე ალბათ კამათის საკითხი არის, ღირს თუ არა მან ფულის გადახდა და ხედვები ალბათ შეიძლება განსხვავებული ქონდეს, არ ვიცი, მე შევიტყვის თავისას, მაგრამ ჩემი აზრით, თუ პატივს ცემ ამ სფეროს, მოპარული არის მოპარული რა და რაღაცნაირად მან ჩემთვის აი წითელი ხაზი გადის, რომ რაღაცნაირად უპატივცემულობა გამოდის. შეიძლება რაღაც მომენტებში არ ვიცი, გადაკვეთო ეს ხაზი რა, რომ რაღაცა ძალიან გინდა და იყიდო და გქონდეს, მაგრამ რაცა უნდა იყოს სახელი მაინც ის არის, რომ რაღაც დონეზე უპატივცემულობა გამოდის ამ სფეროსი. და ამ ხარისხიანი რეპლიკების შემთხვევაშიც მე პირადად მაინც წინააღმდეგი ვარ რა. ხო, ნუ მე ჩემთვის დასაშვები არის უბრალოდ ეს ყველაფერი იმ ფარგლებში, რომ ინტერესის გამო შესაძლებელია ამის შეძენა, ანუ მე მაგალითად რაღაცაში რომ ინტერესის გამო შევიძინო, მაგალითს მოგიყვები, ანუ Manix 2XL რა, კიდე კარგი რომ პირველი რეპლიკა ვნახე რა. და ტყუილა არ გადავიხადე, იმიტომ რომ 2XL, ხო გიждები ჩვეულებრივ Manix-ზე, მაგრამ ის ჩემთვის ყოფილა საშინელება რა. მაგამბოში შეიძლება რაღაც გამართლება მოუნახო რა, რომ აი რაღაცა ვნახე, მაგრამ მთლიანობაში გეთახმები, ანუ ტყუილია მოპარვა არის და ხო, ვაპირებ ერთი რეპლიკის ყიდვას, მე მგონია რომ მაგი გამონაკლისის სახით, ნუ მე ჩემ თავთან არ ვიქნები მტყუანი, იმიტომ რომ რაღაც ვსჭირდება, მინდა საჩვენებლად მქონდეს ძალიან მაგარი და არ ვიცი შეიძლება გადავიხადო $600 ან შეიძლება რეპლიკაზეა საუბარი. ხო და ნუ ძალიან შიროგოროვის რეპლიკა მაქვს პირველ რიგში გონებაში რა რომ მაგი ვნახო და უბრალოდ სანიმუშოდ რომ მქონდეს, სანიმუშოდ რომ აი როგორ მაგ გარდანებს აკეთებენ ისინი, მაგრამ მოპარული მაინც მოპარული არის რა. აი ნახატებზე ვაკეთებ ხოლმე ხშირად შედარებას რა, ეხლა ვიღაცამ შეიძლება ორიგინალი ნახატი რომელიც მილიონები ღირს გადახატოს რა. დავიგე ძალიან მაგარია, მაგრად დახატა, მარტო ექსპერტი თუ გაარჩევს. $2000 დავახატინეთ, მოკლედ რაღაცა მსგავსი. კი ბატონო, მაგრამ $2000 ის მეტი არ არის. ის 20 მილიონი. ხო, ის 20 მილიონი და ის მართლა 20 მილიონი და ეს ამან მოიპარა და გადმოხატა. ეგ არის. აი ჩემი დასკვნითი სიტყვა არის ესეთი, რომ პირობითად რო ავიღოთ, ანუ მე ღჯიბეზე მინდოს ეს დანა რა. ეს არის სენკატი. ანუ აქ არის დიზაინერის ბრედზინკერია. ანუ მასალები არის აბსოლუტურად მისაღები, ფუნქციურად ეს დანა არის, ანუ იდეალური დანა რა. ლაზერივით ჭრის, ამდანის ღირებულება არის დაახლოებით 100-120 ლარი და პირობითად აი ეს ერთი დანა, ხო? თუნდაც აი ამ დანას, ხო, მირჩევნია ყველანაირად, იმაზე ხო ლაპარაკი არ მაქვს რა. ანუ ბოქალ ხო თუ რა ანუ თუ ბოჩილ. ხო, რაღაც ეგეთი ქვიოს. არა, ეს ბო არის, მე მგონი თუ ბოჩილია. მოკლედ რა. ძალიან მაგარი. შევაჯეროთ ესეთი სიტყვით, რომ ანუ შესაძლებელია მისაღებ ფასად კარგი რაღაცის ყიდვა. ანუ ის რო იაფია და მაგიტო ხო, ასევე გამყიდველებსაც შევთავაზოთ აგერ რა. ხალხო, ვინც ამ სფეროში მუშაობს და გინდათ რომ რაღაცა გაყიდოთ, ჩვენ ნეველა უკვე ისეთი კომპანიების წარმომადგენლები ვართ, რომ შეგვიძლია ექსკლუზიურად რაღაცეები მივცეთ, რომ გაყიდონ. დაანებონ თავი რაღაცების გაკეთება. ძალიან ბევრი ყიდულობს იმისთვის, რომ თქვა რაღაცნაირად ადგილის დამკვიდრება დავარქვა, არ მინდა ის იყო მარიაჟობის თემაში გამოსაჩინოთ რა. არ ვიცი, მაგ თემაში არ შევალ მე, მოსულა, просто უბრალოდ ჩემთვის მედანეები არ არიან ეგენი. რა თქმა უნდა, რეპლიკა ჰალოში რო გადაიხდი $200 პირობითად და როცა $200 შეგიძლია ძალიან კაი დანა იყიდო. ნუ ჩემთვის მედანი არ არის, უბრალოდ ნუ იყენებს ამას რაღაცა ადგილის დასამკვიდრებლად რა. მოკლედ
არ გვინდა, არ მოგწონს და ნეგატიურად ვაფასებთ. არის. მე მგონი მეტი არ უნდა მაგას ლაპარაკო. თუნდაც გამოიწერეთ ჩვენ მეგობრებო, გადაწყვეტთ. არხი იაქტიურეთ კომენტარებში. მე მგონი საინტერესო თემებს შევეხეთ დღეს და დაგემშვიდობებით მომავალ ვიდეოებამდე. მომავალ ვიდეოებამდე აბა დროებით. მადლობა ყურადღებისთვის.